განვიხილოთ მალარიის პლაზმოდიუმის სასიცოცხლო ციკლი. გადამტანი გახლავთ კოღო ანოფელესი. კოღო ანოფელესი გამოირჩევა იმით, რომ ჰორიზონტალურ ზედაპირთან ქმნის ასეთ დამახასიათებელ კუთხეს. ქვედა ფოტოზე მოცემულია სხვა სახეობის კოღო, რომლისთვისაც ამგვარი კუთხე დამახასიათებელი არ არის. ადამიანს კბენს მდედრი კოღო ანოფელესი და თუ იგი არის მალარიის პლაზმოდიუმის მატარებელი, სპოროზოიტები, აი აქ ხედავთ თქვენ, სპოროზოიტები ხვდება ღვიძლში. ეს ხდება კბენიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ და ღვიძლიდან იჭრება თითოეულ უჯრედში. აქ სპოროზოიტი გარდაიქმნება კვება აქტიურ სტადიად ტროფოზოიტად, რომელიც იკვებება, იყოფა, აი უსქესო დაყოფაა ეს, ამისთან დაყოფას შიზოგონია ეწოდება და წარმოიქმნება მრავალი მეროზოიტი. ხედავთ მეროზოიტის გადიდებულ ელექტრონულ მიკროსკოპის საშუალებით გადაღებულ ფოტოს და მეროზოიტის აპიკალურ ნაწილში ხედავთ აპიკალურ კომპლექსს, რომლის საშუალებითაც იგი არღვევს უჯრედის კედელს. დაახლოებით 2 კვირა იმყოფება მეროზოიტები ღვიძლის უჯრედებში. შემდეგ ისინი შეიჭრებიან ერითროციტებში. აქაც გარდაიქმნებიან ტროფოზოიტებად, იკვებებიან ჰემოგლობინით, იზრდებიან და ყალიბდება გამეტოციტები. თან მეროზოიტები იჭრებიან სულ უფრო და უფრო მეტ სისხლის წითელ უჯრედებში. წარმოიქმნება უამრავი გამეტოციტი. როდესაც კოღო კბენს დაავადებულ ადამიანს, მის სხეულში ხდება გამეტოციტები და სწორედ მის სხეულში, ანუ კოღოს სხეულში, გამეტოციტები გადიან გამეტოგენეზს, ანუ გარდაიქმნებიან მდედრობით და მამრობით სასქესო უჯრედებად. კოღოს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ხდება განაყოფიერება და წარმოიქმნება ზიგოტა. შემდეგ მეიოზური დაყოფის შედეგად ოოცისტი, რომელშიც არის სწორედ სპოროზოიტები და კვლავ აი ეს ციკლი დატრიალდა. საინტერესოა ის, რომ ორგანიზმს ძალიან უჭირს იმუნიტეტის გამომუშავება პლაზმოდიუმის წინააღმდეგ და რატომ? იმიტომ რომ ჯერ ეს ერთით თურმე რადგან პლაზმოდიუმი სიცოცხლის დიდ ნაწილს უჯრედის შიგნით ატარებს, აქედან გამომდინარე იმუნიტეტის გამომუშავება ძალიან უჭირს ორგანიზმს. და მეორეც, ისევე როგორც ტრიპანოსომა, ჩვენ აღვნიშნეთ წინა სლაიდებზე, ისევე როგორც ტრიპანოსომა, ასევე მალარიის პლაზმოდიუმიც ძალიან ხშირად ცვლის უჯრედის ზედაპირულ ცილებს. ამიტომ ვერ ასწრებს იმუნური სისტემა მის ამოცნობას და შესაბამისად მასთან ბრძოლას. როგორც უკვე აღვნიშნე, მალარია ძალიან მძიმე დაავადებაა და დღემდეც ტროპიკულ ქვეყნებში, სუბტროპიკულ ქვეყნებში მთლიანობაში რამოდენიმე მილიონი ადამიანი იღუპება ამ დაავადებით. მეორე ჯგუფი, რომელსაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, ეს არის ცილიატები. ცილიატები, ანუ წამწამიანები და თქვენ ხედავთ აქ ცილიატების წარმომადგენელ სტენტორს. სტენტორის თლიანი ფოტონაჩვენები აქვს ქვემოთ, მას რქის ფორმა აქვს. წამწამები შეწებებულია და თითქოს ესეთ საცეცებს ქმნისო. საინტერესო ორგანიზმია ძალიან სტენტორი. ზოგიერთი სახეობების ზომები აღწევს რამოდენიმე მილიმეტრს. ანუ ეს არის საკმაოდ მოზრდილი ერთუჯრედიანი არსება და მასზე უჯრედული პროცესების შესწავლა ძალიან მოსახერხებელია. სტენტორს ახასიათებს ფილტრაციით კვება და იგი ჰეტეროტროფია და ასეთი ქცევა აქვს, ცდილობს განერიდოს სინათლეს და ისწრაფის სულ სიბნელისკენ. საინტერესოა, აი რა მოწყობილობა, რა უჯრედული სტრუქტურა აძლევს სტენტორს ამის საშუალებას. ცილიატების სხვა წარმომადგენლები ჩვენ უკვე ვახსენეთ, სხვადასხვა მოვლენების ახსნის დროს ეს იყო პარამეციუმი, ეს იყო ეუპლოტესი, ამიტომ ამ ჯგუფზე ახლა დიდხანს არ შევჩერდებით.
მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დამახასიათებელია ჯგუფისთვის, ეს არის მიკრო და მაკრო ბირთვების არსებობა, ანუ ბირთვისა და ბირთვაკის არსებობა და როგორც უსქესო, ისე სქესობრივი გამრავლება კონიუგაციის საშუალებით. აი, ქვემოთ ჩვენ ვხედავთ პარამეციუმს, რომელიც და მის კონიუგაციას ორი უჯრედი წყვილდება. და იცით რა არის საინტერესო, რომ ყველა ნებისმიერი ორი უჯრედი არ წყვილდება. აი, თითქოს არსებობს რაღაც შერჩევითობა, თუ რომელი უჯრედი უნდა შეწყვილდეს. შემდეგ ორი უჯრედი ერთმანეთს ეკვრის გარკვეულ ნაწილში, ამ ნაწილში თითქოს მემბრანა დნება და არის ციტოპლაზმის მიმოდინება და მეიოზით იყოფა ბირთვაკები, ანუ მიკრონუკლეუსები, ანუ მაკრონუკლეუსი და მიკრონუკლეუსები. წარმოიქმნება 4 ბირთვაკი. 4 ბირთვაკიდან 3 იშლება, რჩება 1. ესე იგი, თითოეულ უჯრედში 1 ბირთვაკი რჩება. შემდეგ ეს ბირთვაკი განიცდის მიტოზურ დაყოფას და უკვე თითოეულ უჯრედში 2 ბირთვაკი წარმოიქმნება. აი, ამის შემდეგ უჯრედები ცვლიან თავიანთ ბირთვაკს. აი, ნახეთ რა საინტერესოა, მოხდა გენეტიკური მასალის გაცვლა, მოხდა გენეტიკური მასალის განახლება თითოეული უჯრედისთვის. უჯრედები შემდეგ შორდებიან ერთმანეთს და უკვე თითოეულ უჯრედში რა პროცესი მიმდინარეობს. 2 ბირთვაკი ერთმანეთს ერწყმის და შემდეგ ხდება ამ 1 ბირთვაკის დაყოფა. იგი გადის მიტოზური დაყოფის 3 რაუნდს და წარმოიქმნება 8 ბირთვაკი. აი, რომ წარმოიდგინოთ, აქ მოცემული გაქვთ სქემა, ჯერ წარმოიქმნება პირველ რაუნდში 2 ბირთვაკი, მეორე რაუნდში 4 ბირთვაკი და მესამე რაუნდში 8 ბირთვაკი. ამ დროს იშლება მაკრო ბირთვი და 8 მიკრო ბირთვაკიდან 4 ყალიბდება როგორც მაკრო ბირთვები, ანუ დიდი ზომის ბირთვები. 4 რჩება მიკრო ბირთვად. აი, შეხედეთ, ძველი გენეტიკური მასალის მომცველი მაკრო ბირთვი ქრება და განახლებული მაკრო ბირთვით ჩნდება. შემდეგ უკვე მოსდევს ამას უჯრედის დაყოფა, ოღონდ 2 რაუნდი უჯრედის დაყოფისა, ჯერ 1 უჯრედი იყოფა 2-ად, მერე თითოეული უჯრედი იყოფა კიდევ და წარმოიქმნება 4 უჯრედი. თითოეული უჯრედი მოიცავს ახალ მიკრობირთვს და ახალ მაკრობირთვს. ესეთი საინტერესო ტიპის გენეტიკური მასალის მიმოცვლის მექანიზმი აქვს ამ ინდივიდებს. როდესაც სიეტლის კიბოს კვლევის ცენტრი სწავლობდა კონიუგაციას, აღმოჩნდა, რომ თურმე კონიუგაციის დროს ხდება ტრანსპოზონების მოშორება. ანუ დნმ-ის იმ სეგმენტების, რომელსაც რეპლიკაციის და ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, გენის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადანაცვლების უნარი აქვს ერთი უჯრედის შიგნით. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ტრანსპოზონები უჯრედში შეუქცევად პროცესებს იწვევენ და მავნებელი არიან უჯრედისთვის. ამიტომ ეს ძალიან საინტერესოა თუ როგორ ხდება კონიუგაციის დროს, აი თითქოს მავნე დნმ-ის მოშორება.